ნიკამელიას მივესალმები უკეთესად შეიძლება ყოფნა. მართლა? მაგრამ ოპტიმისტურათა ხართ? მაგრამ უარესათაც შეიძლება. ეს რა არის ნიკამოდის ვიხდი? სამაჯური რამდენად წვდები? დიახ, ეს არის ის ცნობილი სამაჯური ალბათ. და რას აკეთებს ახლა ეს სამაჯური? იცის გაკონტროლებს სადა ხართ? მამშვენებს ჩემი აზრით. ცხადია, მაგრამ მაინც. არა, კომედია მდგომარეობს იმაში, ირაკლი, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, რომ ვერ მაკონტროლებს სად ვარ. იმ დროისთვის, როდესაც ეს სამაჯური მე ხვდა წილად. აქცეს უარად დაგრჩათ. მაშინ არ იყო იმ დაგვარი ტექნოლოგიური სამაჯური, უბრალოდ არ ჰქონდა ხელისუფლებას, რომელიც აკონტროლებს გადაადგილებას სუბიექტისას. და მხოლოდ შემდეგ ფუნქციას ასრულებს. როდესაც სახლში შევდივარ, ფიქსირდები, რომ ანუ სუბიექტი არის სახლში და რომ გამოვდივარ, იგებს იქ ვიღაცა, რომ მელია გამოვიდა სახლიდან. როგორ? აპარატი დგას სახლში, რომელიც არის დაინსტალირებული ამ სამაჯურთან და მხოლოდ აი ეს კავშირია, თორე მე მაგალითად სანზონაში ვარ თუ გდანში ვარ, ამას სხვა მეთოდებით იგებენ და სხვა მეთოდებით იგებენ გოდიშით. გდანს ყოველდღიურად ხელს უქნებ ხოლმე. ბევრი არიან ადამიანები, სპეცსამსახურები, წარმომადგენლები სპეცსამსახურებისა, რომლებიც დაკვებიან დღეს და ახლა ან გდანში. კი, რა თქმა უნდა, გძნობ ეულად თავს არ გძნობ, ანუ და პერიოდულობით ვამჩნევ კიდევაც, მაგრამ ნუ რა ქნა, ხა იმ ადამიანებსაც მაინდა-მაინც დიდი სურვილი არ აქვთ, რომ დაყვებოდნენ დავალებაა და აკეთებენ. მეცემა შესაძლებლობა მე ვიტყვი რა უნდა ქნან ამ შემთხვევაში, ან რა უნდა ეკნა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას, მაშინდელი ოპოზიცია ჩიოდა სხვათა შორის, რომ თქვენი ხელისუფლების სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თემა. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემის აზრით ვიმარყობს ამას, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ამ რეტროსპექტივაში ხედავთ უდიდეს პლუსს, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა წარმატებების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა იყო დიდი მინუსი, მაგრამ პლუსი ახლა რა ვხედავთ ბოდიში და ერთ ჩვეულებრივ ხვიშტს, მაგრამ ხა მე არ მახსენდება უბრალოდ არა თუ ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ უბრალოდ აფრიკულ განუვითარებელ სახელმწიფოებში პოლიტიკოსი და კანდიდატი, რომელიც ელექტრონული სამაჯურით დადის და პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეებში არიან და დევნილები არიან. ეს სამაჯურზე თუ არ მიწყენთ შევაჩეროთ ხა საუბარი ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც ჰანდიკაპი აქვს, ეს შეიძლება ითქვას ყოველ შემთხვევაში კვლევებით ქართულ ოცნებას 39% დაუფიქსირდა მას Edison Research-ის კვლევების თანახმად. და ეს კვლევები მას ხელისუფლებას რაღაც თავდაჯერებულობას მატებს, თვითრწმენას მატებს. სამი თვით ადრე დაახლოებით არჩევნებამდე რა უნდა გააკეთოს თქვენი აზრით ოპოზიციამ იმისთვის, რომ უკვე შემდგომ კვლევაზე და მით უფრო არჩევნებზე სურათი რადიკალურად შეცვალოს. ეხლა ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მოგჩაუხელდა ძალიან ბევრი და განსაკუთრებით კანდიდატებმა და განსაკუთრებით ოპოზიციის პარტიის ლიდერებმა ძალიან ახლოს უნდა ატყობთ ამ თავმუშაობას, ამჩნევთ. რიგ ოლქებში უკვე დაწყებულია და ძალიან მალე ყველა ოლქში მე რესურსი თუ ეყოფა, მათ შორის ფინანსური რესურსის ოპოზიციას. ეს არჩევნებია ეს იმიტომ რომ სულ მუდმივად ისმის რომ ბატონი ივანიშვილის რესურსს ვერც ვერავინ გადასწონის, ვერასოდეს მას მილიარდერს მას განუსაზღვრელი შესაძლებლობების პირს ყოველთვის უფრო მეტი ფული ექნება იმისთვის რომ დახარჯოს. ეყოფა თუ არა საკმარისი რესურსი ექნება თუ არა ოპოზიციას რომ მან წინააღმდეგობა მაინც გაუწიოს ივანიშვილს. ირაკლი, ფული არის ყველგან, ყველა ქვეყანაში, პოლიტიკაშიც და სხვა სფეროებშიც ფაქტორი, რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი ამ არჩევნებზე, გენერალურ არჩევნებზე ვერ იქნება, უბრალოდ ვერ იქნება და ელემენტარული კამპანიისთვის ჩასატარებელი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ყველა პარტიამ უნდა მოიზიოს და ეს იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა. თუმცა ეხლა შეჯიბს ჩვენ ბიძინეონიშვილთან, მილიარდერ ბიძინეონიშვილთან თანხით არ ვაპირებთ, ხო? აქ თუ შეეჯიბრები, ბუნებრივია ეს მოგიგებს, ხო? ეხლა ბევრი მილიარდი აქვს, რომელსაც სხვათა შორის არც კი ხარჯავს თავის ფულს და ისეთ სხვებს ახარჯინებს და ასეთ მაჟორიტარებს ეძებს. თუ რატომ არ ხარჯავს თავისას, ეს სხვა საკითხია. თუმცა ოპოზიციას აქვს ქართულ ხალხთან ერთად უნიკალური შანსი, რომ ქვეყნის ასე ვთქვათ, ბედი ქვეყნის სასარგებლოდ შემოატრიალოს, ანუ ჩარხი წაღმა დაატრიალოს, რომელიც უგუნოდ ტრიალებს. ეს არის ფაქტი.
როგორც ნაციონალურ მოძრაობას ხშირად ვამბობ ამას, მაგრამ რატო ვამბობ ხშირად? ნუ ძალიან მოკლე წინადადებაში ვატევ ჩემს თავარ სათქმას, რისით თქმაც მინდა და გადმოცემა. როგორც ნაციონალურ მოძრაობას აღარაფერი აღარ ეშულებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, შეუძლებელი იყო უბრალოდ გაემარჯვებინა, ასევე შეუძლებელია გაემარჯვოს იმ პოლიტიკურმა მბრძანებელმა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია და რომელსაც სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი და ხალხი რომელთანაც ერთად იგი მოვიდა და რაიმეს სახით კაპიტალს წარმოადგენდნენ პოლიტიკურს და ჭკუა ეკითხებოდა და განათლება ჰქონდა და დღეს ბიძინა ივანიშვილიდან აღარ არიან და არიან ოპოზიციაში და თანამშრომლობთ ერთად-ერთი და ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ ვარგოდა და საძაგებლები იყვნენ და საგინებლებიც იყვნენ დიდი ნაწილი არის ქართულ ოცნებაში. ახლა აი ამ უცემლობას ვერანაირი ფულით ბიძინა ივანიშვილი მის სასაგებლოდ ვერ შეცვლის. ქართულმა ოცნებამ 2000 იმ შორეულ 8 წლის წინ 2012 წელს სექტემბრის თვეში თქვენ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას აღმოუჩინა ის თემა სექტემბრის თვეში 18 თუ 19 სექტემბერს რომელიც მე კარგადაც გამოიყენა გულისხმობს ციხის კადრებს ადამიანის უფლებად დარღვევებს და ასე შემდეგ დასჭირდება თუ არა ოპოზიციას ესოდენ სერიოზული თემა იმისთვის რომ საბოლოოდ თქვას რომ მე ოქტომბრის არჩევნებში მაღალი ალბათობით ოქტომბრის ბოლოს გაიმართება მე ვიმარჯვებ აი მანამდე 18 თუ 19 სექტემბრამდე ჩატარებულ ყველა კვლევაში ნაციონალური მოძრაობა იგებდა და მერე უკვე 1 ოქტომბერს მისი მარცხიც დადგა. ამგვარი არგუმენტი დაგჭირდება თუ არა ივანიშვილის ის წინა საარჩევნო კვლევებია და ეს არ იყო exit poll და ბუნებრივია ის რაღაც ტენდენციებს აჩვენებდა და არ ასახავდა რეალურ სურათს. ეხლა 4-5 თვით ადრე ჩატარებული კვლევა ვერ გაჩვენებს რეალურ სურათს, როდესაც ბევრი ადამიანი უბრალოდ თავს იკავებს და აი მაგალითად 2018 წლის არჩევნებზე 17% დაუფიქსირდა ერთ-ერთ ოპოზიციურ კანდიდატს, ჩემს მეგობარს გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ რეალურად არჩევნებში აიღო 40%, ხო? ხო, დაახლოებით 39%, ხო? ამიტომ რატო ვარ დარწმუნებული ალბათ გეუბნებით რა, ერთი თვეა ვმუშაობ ველზე ძალიან ბევრს თავდაბლობის გარეშე ციტყვის რომ ვმუშაობ ველზე ძალიან ბევრს აი ვიმუშავებ ბევრსო და ნახეთ რამდენი მომხრეაო და მე უკვე ქართული ოცნების Facebook გვერდზე გაჩნდება კარგი ხარისხის ფოტოები გარწმუნებთ კობიაშვილი როგორ ხვდება ამ მომრჩევლებს კი ბატონო მაგრამ კობიაშვილი თუ მაინც ბატონო კობიაშვილზეა საუბარი არათუ ბევრს არ მუშაობს საერთოდ არ მუშაობს რას ლაპარაკობთ გდანი მაშინ იყოფოდა სამაჟორიტარულ ოლქად და ერთ-ერთი ოლქის ასე ვთქვათ დეპუტატი გახდა ბატონი კობიაშვილი რომელიც მაშინდელი ბატონი კობიაშვილი და დღევანდელი ბატონი კობიაშვილი ცელა დედამიწაა ხო ეს ის კობიაშვილი არა შალკეში თამაშობდა კობიაშვილი და იმიჯი რო ხოდა ეს ის კობიაშვილია ფეხბურთის არ მინდა მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ხო კარგი კარგს ვიტყვი იმ ნაწილში როდესაც ფეხბურთს თამაშობდა ტაში უკრავდი მე და ფეხზე წამოდგარიც ვიყავი და ასე შემდეგ და პატივს უცემდი მაგრამ ეს ის ბატონიც არის რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც კი მაშინ გახდა როდესაც ნარკოტიკი ჩაუდის ეხა ადამიანს და ერთ დელეგატს საფრიდან გამოსულს ხელისწაწეს და დამალეს ელემენტარულად დეტალურად ვიცი ეგ სიმართლე ეს არა შევახსენე მოსახლეობას უბრალოდ და არ როგორც ეხა თქვენ არ ყოფილიყავთ მაჟორიტარი დეპუტატი გდანის და არ გიზრუნიათ მოსახლეობას ისე მას არ უზრუნია და არც ასხივებს ამ ინტერესს თელი უბედურებაც ამაშია ეს არის ბატონი რომელიც როგორც ჩანს მის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს არ უნდა და იჭერს მის კოლეგას და თიც აჭერს და მისი მეცადინეობითაც მიკეთია ეს სამაჯური არ უნდა დეპუტატობის კანდიდატობა მაჟორიტარობის კანდიდატობა და მაინც არის ну ეს სხვა საკითხია არ მუშაობს და მე აქტიურად მართლაც აქტიურად ხალხისგან ვიცი რას ელოდება ხალხი ელოდება ცვლილებას. კარგი, თავი დავანებოთ იმ პარტიას, ამ პარტიას. ხალხში არის დაუკვებელი სურვილი რა, რომ მოხდეს ცვლილება. რატო? იცით, იმიტომ რომ კი ბატონო, საიდან გაიზარდა ჯამური ოპოზიციური ხმები 2018 წელს არაფრის მომცემ არჩევნებში. მოდით რა, თქვათ სიმართლე ძალიან ბევრმა აბსოლუტურ უმრავლესობამ მიცოდა რომ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, ამას დავასრულებ თუ შეიძლება თუ ბაქრაძე გახდება თუ ბატონი შაუნათაშვილი 2018 წელს არაფერი არ იცვლება პოლიცია იგივე პოლიტიზირებული პოლიცია პროკურატურა იგივე მურუციძე იქ რჩება მინისტრი შემდეგ არაფერი არ იცვლება ხო და ჩვენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები რას ფიქრობდნენ? ამას რასაც ვამბობ, იქით რას ფიქრობდნენ? იქით ფიქრობდნენ უკადრებელი რომ ვიკადრო ოცნების სასარგებლოდ, პასუხს არავინ მომთხოვს, რომც გახდეს ვაშაძე ბაქრაძე ნათელაშვილი პრეზიდენტი, ჩემი ძმები და დაქალები და ძმაკაცები იქნებიან კვლავ მინისტრები. შესაბამისად, ერთ გამბედაობა ფაქტორის სახით მუშაობდა. იმიტომ ეს არ იყო გენერალური არჩევნები და რამაწია მუხტი ხალხში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ. მე პირდაპირ გეუბნებით, ბატონი კვირიკაშვილის, მახსენდება უცებ კვირიკაშვილის
ტიპაჟი კანდიდატი რო დაესახელებია ქართულ ოცნებას ის უფრო გაიმარჯვება უფრო დიდი უპირატესობით მოუგებდა 2018 წელს პირველივე ტურში გაიმარჯვებდა რატო იცით იმიტომ რომ უფლება შეკვეცილ პრეზიდენტს ვიჩებდით და ვერავანთებდით ხო სალომე ზურაბიშვილი იმდენად მიუღებელი იყო 2018 წელი ახლა 2020 წელზე და 2020 წელს სულათი აბსოლუტურად იცნება 19%-ია მე მინდა კრიტიკული ვიყო თქვენს მიმართ 19%-ია კვლევების თანახმად ქართულ ოცნებას ეს მაშინ როცა მას არ დაუწყია საარჩევნო კამპანია ერთი არ დაგიწყიათ კი ბატონო და მეორე მას ჯერ არ აუმოქმედებია ადმინისტრაციული რესურსი მეთანხმები ადმინისტრაციული რესურსი რომლის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციას მიცემს ხმას ტრადიციულად ასე იყო იმიტომ რომ ოპოზიცია ასეულები და ადმინისტრაციულ რესურსს. ადმინისტრაციული რესურსი ოჯახის წევრები რომლებიც კმაყოფილნი არიან. მომატყულა ოცნება, მოვატყულებთ ოცნებას რა. აი ამ პრინციპით ძელ ბევრი ადამიანი მივა. სამართლოს უფროსის ქვევით ყველა დონეზე, ხო? დარწმუნებული ვარ, ხვედრით წილი საჯარო მოხელეებისა მიმინდა ოპოზიციურ სხვადასხვა პარტიებს ხალხს დაუჭერენ კანდიდატებს. ისინი ბიუროკრატია შერჩება მერე იმ პოზიციებს, რომლებზეც არიან. ხაბარას უყურებენ, ეხლა უყურებენ, ნახეთ ირაკლი უყურებენ მინისტრებს, მინისტრის მოვადგილეებს, სამართლის უფროსებს, ქართულ ბანკით და ქართულ ჯგუფით წარმომადგენლებით მიერ დაკომპლექტებულს, აბსოლუტურად კომპეტენციისგან დაცულ ადამიანებს, ხელმძღვანელებად და ამას ვერ აიტანს ქართული ბიუროკრატიის ის რეალური ნაწილი, რომელიც მუშაობს, თორე თუ ქართულ ბიუროკრატიას ვახსენებ და გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ გაფორმებულები არიან, საჯარო სამსახურში ბარათი აქვს და ასე იგებენ ხელფასზე და არც დადიან, ბუნებრივია ესენი ქართული ოცნების ჩვეულებრივი კოორდინატორები და აქტივი, რომელთა დღეს მომისმინეთ ძალიან გულახდილად მინდა ვთქვა, დღეს ვარ ქართული ოცნების ხარდაჭერი. უკაცრავად ტეხავს? მაგრად, ისევე როგორც ძალიან ბევრს ეუხერხულობდა, ბოლოს ეთქვა რომ მე ვარ ხელისუფლების ნაციონალ-მოძრაობის ხარდაჭერი. ეს არის სიმართლე, მაგრამ განსხვავება რა ხალხო 100,000-ობით მოქალაქეებს დამოკიდებულება შეიცვალა პროცესებისადმი და გახდა ოპოზიციის ხარდაჭერი დიდწილად მხოლოდ იმიტომაც, რომ ბევრი მაშინდელი ხელისუფლება დღეს ოპოზიციაშია და დაინახა, რომ კი ბატონო, მე არ მომწონდა, არ მიყვარდა, აღარ ვცემდი პატივს იმ ხელისუფლებას 2008 წლის შემდეგ, 9 წლის შემდეგ ნაციონალ-მოძრაობას, მაგრამ ახლა ამ გადამსახედიდან ხედავენ, რომ ჩემი განკარგვადი შემოსავალი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლა არის. ეხლა 800,000 რო ქვეყნიდან გაედინა მილიარდელი კაცი რომ მოვიდა ხელისუფლებაში ამასაც ხო ხედავენ ხო უფრო მეტი ემიგრანტი იძულებითი გახდა ხო და ეს ყველაფერი მაგრამ გარანტირებული თქვენ მაინც არ ახ გარანტირებული გამარჯვება მაინც არ დაგიგარა ხო კი ბატონო იხა სხვა კითხვა მაქვს უყურეთ ესეთი კითხვა მაქვს პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში ბევრი რამ ოპოზიციის ისტორიაში ესეც შემიძლია თქვა ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფებიც კი დასხდნენ ერთმაგიდასთან და მოილაპარაკეს ჯერჯერობით 6 ოლქზე ამომრჩეველთა ნაწილს აქვს იმედი რომ კიდე 2 ოლქზე ან 22 ოლქზე იქნება მოლაპარაკება კარგია ეს პირები რომლებიც პირობითად გუშინწინ ერთმანეთთან კვეთრ ოპოზიციაში იყვნენ არც ესალმებოდნენ ისინი ახლა ერთმანეთს ესე ხელებს წევენ ერთმანეთის ხელებს წევენ და ერთმანეთს ესალმებიან და გამარჯვებას უსურვებენ ხომ არ არის აუცილებელი, რომ რადგან პირველად მოხდა ამგვარი რამ, კიდე სხვა რამეებიც მოხდეს პირველად. მაგალითად, ოპოზიციამ დაასახელოს და თქვას შემდეგი რამე. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ამ გუნდის წარმომადგენელი. ევროპული საქართველოს ყველაზე კარგია თქვათ საგარეო ურთიერთობებში. ლელო არის ყველაზე კარგი ეკონომიკურ საკითხებში, ნაციონალური მოძრაობა უსაფრთხოების საკითხებში და თქვათ პირობთ რაღაც გარემოს და აბსოლუტურად პირობთ ლაპარაკობთ თითოეულ მათგანზე. ხომ არ არის აუცილებელი რომ თქვენ უკვე პერსონალიებამდე მიხვიდეთ და ალტერნატიული მთავრობაც კი იცით რა ეს ყველაფერი ჩემის აზრით უნდა მოხდეს პოსტარჩევნები და მანამდე ყველა თვითონ პოლიტიკურმა სუბიექტმა ბლოკმა უნდა იბრძოლოს მაქსიმალური შედეგისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ არჩევნების ღამეს ან არჩევნების დღის მომდევნო დღეს ოპოზიცია საკუთარ თავში თუ ძალას იპოვებს უბრალოდ სხვა გამოსავალი არც ექნება ნუ ძალიან უხეშად რო ვთქვათ ვალდებულები ვიქნებით ეს გავაკეთოთ შედეგებს რო დავთვლით მინიმუმ უკვე ნახავთ პროპორციას მინ როგორ შევიდა და მანდატი თამაშობენ ყველა გათვლებით გაცილებით მეც ხმას მანდატს მოიპოვებს ოპოზიციური პარტიები და მთავარია იქ ჩვენ ვთქვათ რომ უკვე და ვიტყვით აუცილებლად რომ ქართული ოცნება დამარცხებული ეს ქართულმა ოცნებამაც იცის და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ხა მანამდე პირდაპირ გეტყვით თან
იმ ბლოკის წარმომადგენელი, რომელსაც მე ვარ, ხა ამბიციური პოლიტიკური გაერთიანება ვართ, ბლოკი იქნება ძალიან ამბიციური, ისე როგორც ეროვნული საქართველოს იზრუნებს რა შეიძლება მაღალი შედეგი დადოს ისევე როგორც ლელო, ისევე როგორც არ ვიცი ლებრუსული პარტია გირჩაშენ და ასე შემდეგ, მაგრამ თავშივე თქვა, რომ იცით რა მაშინ ძალიან დიდი კიდევ ერთი დამატებითი სისულელე უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ არჩევნებამდე, რომ ესეც კი მოვახერხოთ. ჩვენ კი არ შევერიგებულად ყველა ერთმანეთთან მოვრიგდით და ბიზნესმენებს რომ ეს მოვახერხა, მაგალითად გდანში, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია და სხვა ოლქებში, თბილისის. ანუ განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმაზე მდგომი ოპოზიციური პარტიების ხარდაჭერები მიჭერენ მე როგორც საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ხართ ეს ერთიურად ზრდის შანს პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვების შანს გულისხმობ ერთიურად მე აი რა გითხრათ ეხლა ტყვია შუბში თუ არ მესროლეს და ახლა მუხტალებით ტომარა თავზე თუ არ გადამაწვეს შეუძლებელია უბრალოდ გდანი არ მოიგოს ოპოზიციამ შეუძლებელი არის და თანაც უბრალოდ ვერ მოიგოს დამაჯერებლად პირველ ტურში. რატომ? იმიტომ რომ რაც კი ოპოზიციური პარტიები არსებობს და მათი ხარდაჭერები ხო არიან გაერთიანებულნი მაჟორიტარულ ნაწილში. ჯამურად მნიშვნელოვნად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას პირველივე ტურში და ეს ვერ იქნება გამონაკლისი გდანის მაგალითზე ხო თავისუფლების კუნძულად ხო ვერ ვაქცევთ ხოლოდ გდანს ის იგივე მოხდება სამგორში ვაკეში კანდიდატზე ბევრი რამე აქვს ეხლა პირდაპირ სიმართლე არის ერთ შემდეგი რაღაც არის ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი არის ასე თქვათ ევროპული საქართველოს ხარდაჭერი, ლებრუსული პარტიის ხარდაჭერი არის, ქართული ოცნების, ძირითადად ანგარებითი ხარდაჭერები, სხვა გზა არა, სხვა გზა რომ არ აქვს, მაგრამ არიან, კი ბატონო, არის აი ანტი წინა ხელისუფლება ამორჩეველი და ანტი ამჟამინდელი ხელისუფლების ამორჩეველი, რომელიც არა არჩევნებზე აუცილებლად და რაც უფრო და ორივეს ხაზავს არა ახალი დამოკიდებული მუშაობაზე პარტია რა მუშაობას გასცემს და მისი კანდიდატი ოპოზიციური იმიტომ რომ პრაქტიკა ცხადყოფს რომ ადამიანებს სჭირდება მუშაობა მაგთან და სოციალური პრობლემის მოგვარებას პირდებით გდანის ამორჩეველს არა ეხლა რა თქმა უნდა ეროვნული პოლიტიკური არჩევნები იქნება გენერალური არჩევნები დიახ ძირითადად რა თქმა უნდა სოციალური საყოფაცხოვრებო ეკონომიკური და არა მხოლოდ ხო უსაფრთხოების თვალსაზრისით ადამიანები შეშფოთებული არიან მაგრამ იმეც ვერ ხედავენ შეგნებულად გეკითხებით აფხელის პირობებში მე ასფალტს დაგიგებთ როცა მაჟორიტარი ვიქნები ახლა ეხლა არ ვიქნები დამაჯერებელი ხო ეხლა ასფალტიც უნდა დაიგოს სამუშაო ადგილების უნდა შეიქმნას გასაგები ამას არ ვპირდები ეხლა ბუნებრივი და ტყუილზე არ ვაკადრებ არავითარ შემთხვევაში მით უმეტეს როდესაც დანამდვილებით იცი რომ ხე უმაღლესი ალბათობით იქნები გამარჯვებული. რატო? იმიტომ რომ 2020 წელია. რატო? იმიტომ რომ მორალური უპირატესობა გვაქვს უკვე ქართულ ოცნებაზე. ამიტომ ის რომ მარტივია რა ხახდოთ, ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება და საშუალო ეკონომიკური ზრდა 4%-ია კორონავირუსამდე წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც 1000 უბედურება დაატყვა სახელმწიფოს ომი გადავიტანთ, ასე შემდეგ იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა 7% და მილიარდერი ადამიანი რომ მოვიდა და დავასრულებ ამ თემაზე ვისაუბროთ, თქვა რომ ბიზნესმენებმა რა თქვა რომ იცით რა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ძალიან მაგარი იყო ეკონომიკაში. აი მართლაც 4ჯერ გაზარდა ეკონომიკა, 5ჯერ 8ჯერ ბიუჯეტი, 11ჯერ პენსია, ყველაფერი. ამას ვერ უარყოფ ტურისტები შემოვიდნენ, მაგრამ აი თქვენ რო გინდოდათ და ვერ შეგისრულათ დამოუკიდებელი სასამართლო ასე თქვათ სახელმწიფოებს შორის ბალანსი ეს ხო ყველაფერი ვერ უზრუნველყო. მე მოვდივარ რომ უზრუნველყო ის რაც ცუდი იყო და აღარ იქნება და რაც კარგი იყო იმას გავარძევდა აბსოლუტურად საპირისპირო მოხდა და ხახმა დაინახა თქვა რომ ვაპატიეთ ბატონო ბიძინა რისთვის მომხედით რომ მურუსიძე ჩინჩალაძე დააწინაურო და ფარცხალაძე იბოგინოს ქალაქში ფარცხალაძეს მურუსიძეს ჩინჩალაძეს და მეთოფიშვილი თუ არ ვცდები მათ შევეხები ერთი კითხვის შემდეგ მანამდე ერთი კითხვა თქვათ წარმოვიდგინოთ რომ მართლაც გაიმარჯვა ოპოზიციის ერთობამ. ლელო მიიღო თავისი პროცენტი, ნაციონალური მოძრაობამ თავისი და ჯამში თქვენ დააკომპლექტეთ კოალიციური მთავრობა. ამ ხელისუფლებაში დარჩებიან ნაციონალური მოძრაობის კი არა, ქართული ოცნების მნიშვნელოვანი პერსონები, მაგალითად ბატონი კალაძე და ქალბატონი ზურაბიშვილი, ორივე არჩეული პირი, რომლებსაც ვადა ჯერაც არ გასწვლიათ. რა სტრატეგია ექნება ოპოზიციას? ისინი ოპოზიცია მიიყვანს მათ იმ კონდიციამდე, რომ მათ დაწერონ განცხადება და წავიდნენ. ისევე როგორც ისინი აკეთებდნენ 2013 წლის დასაწყისში, როდესაც
საარჩეული მერების სავარძლებს აგდებდნენ იგი მახსოვს ნამდვილად ასე იყო სააკაშვილის დიახ აი კანაზესთან კოაბიტაცია გელით ასე ნამდვილად არ უნდა მოვიქცეთ ძალიან მალე იქნება თვითმმართველობის არჩევნები და ის პერიოდი კალაზესთან და ზურაბიშვილთან კოაბიტაცია თავარია იმ პერიოდის განმავლობაში კალაძემ აღარ მოიპაროს ფული ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და არჩევნები მოვა ძალიან მალე ხო ჩატარდება შემოდგომაზე რამდენიმე თვეში დაიწყება უკვე თვითმმართველობის ანუ კოაბიტაცია სალომე ზურაბიშვილთან კარი გავალება სალომე ზურაბიშვილი ხალხო სალომე ზურაბიშვილი მე ვფიქრობ რომ მე რატომ ხაც გონია რომ თავისი წავა რატომ ხაც გონია უბრალოდ არ ვიცი ანუ შეიძლება არც გაგვახსენდეს ხალხავატონის სალომე ზურაბიშვილი ხო მაგრამ ნუ ჩვენ ხო ვიცით რომ ძალიან ნომინალურია მიუხედავად იმისა ნომინალურია მათ შორის კონსტიტუციის გათვალისწინებით აბსოლუტურად ასევე განმოლებული ვერ გეტყვით ეხა ნამდვილად არ აგონია რომ ვინმე ქართულ ოპოზიციაში, დემოკრატიულ ოპოზიციაში გაბედოს ის რომ შეუვარდეს ეხა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი კახელაძე სავარძელი გადმოუგდოს, მაგრამ აი ნახეთ ყოველთვის მაგრამ ეხა თუ უკადრებელი იკადრეს არჩევნების წინ არჩევნების დღეს და წაუწდათ ხელი იმაზე, რაზეც არ უნდა წაგიცდეს და ამ ყველაფრის მერე გამართლება სმიხო ხელი ერთმანეთს ან მეორემ ამ შემთხვევაში შევარდნას მაინც გთხოვთ რომ მაინც იქნება არ წახვიდეთ ამ ნაბიჯზე, იმიტომ რომ შევარდნების წინააღმდეგ არავინ არ აპირებს. ჩვენ არ გვინდა ჩვენ ნამდვილად პროპორციული არჩევნები. ეხლა ისე ასაღებენ თითქოს და სხვადასხვა აი დეპუტატების კანდიდატების წარდგენაზე ერთ-ერთმა თქვა, ვინ თუ აღარ მახსოვს, ჩვენი მთავარი მონოპოლარი არის პროპორციული არჩევნები. ეხლა ისე თქვა, თითქოს 20 ივნისი აღარ არსებობდა და თითქოს ნაძალადებად არ მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა, თითქოს არ გადაგვაგდო და არ მოგვატყუა და მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით თითქმის პროპორციული სისტემა. გავიხსენოთ, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდანაც კი თქვა, 120 პროპორციებით ირაკლი უბრალოდ გამორიცხული არის ქართულ განსაკუთრებით 120-ის პროპორციებით გამორიცხული ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩა შეუძლებელი არის მასთან უბრალოდ კოალიციას არავინ არ გააკეთებს და მე დარწმუნებული ასევე რაში იცით რომ 4-იანს ვერ დაიწერენ ანუ ვერ დაიწერენ სადღაც იმოძრავებენ 35-30 მაქსიმუმ აი ამ პროცენტის შევარდნაძე მაიღო 2000 წელს რამდენი იყო ამას ცოტა ზარაული იყო 20 დაუმეტია მაგრამ მე ასევე მოლოდუნი მაქვს რისი ქართულ ოცნებას თუ გადავხედოთ ხა ბიძინა ივანიშვილი სწორად იქცევა რა თვალსაზრისით ის თითქოს დამაჯერებლის როლს თამაშობს დამაჯერებელია არა თუ თამაშობს არ გამოსდის თამაშობს რომ მან თუ თავის ადამიანებს გარშემო რო ყავს აგძნობინა რომ იცით რა მეურჩა მე დამარცხებული ვარ ერთმანეთი ჯგუფები არსებობს ქართულ ოცნებაში კომპრომიტირებულები არიან და ძალიან ბევრ არასასიამოვნო ამბავს შევიტყობ ჩვენ მოლოდინიმას ქართული ოცნების შესახებ არჩევნებამდე და ახლა თუ აჩვენამ ამ ბიძინა ივანიშვილმა ბატონმა სისუსტე და თავისი ადამიანები საქმის კუთხე ჩააყენა რომ შეუძლებელია ჩემი გამარჯვება არჩევნებში ბუნებრივია ზოგი ტელეკომპანია ფორმულაში გეწევათ აქ სადაც მე ვზივარ ამ სავარჯეში დაждდება და მოგიყვებათ რაც უდი იყო ქართული ოცნება და ქართული ოცნების პალაჩინოსები ზოგი ტელეპროზი წავა და ზოგი ტელეკომპანია თავარში კეთილი სასამართლო ახსენეთ თქვენ და შევთანხმდეთ რომ ჩვენ სასამართლო არ გქონდა და არც ახლა გვაქვს ეს რიტორიკული კითხვა აცხადია მე ვიცი რომ თქვენგან თანხმობას მივიღებ დღეს ყოველ შემთხვევაში საქართველოს სასამართლო არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში დღეს სასამართლო არ არსებობს არის უკიდურესად პოლიტიზირებული და უკიდურესად კორუმპირებული წინა ხელისუფლების დროს იყო პოლიტიზირებული და არ იყო კორუმპირებული მე ფიქრობ რა თქმა უნდა არ იყო და ამიტომაც ეხლა და შემოუტრიალდა აქედან გამომდინარე მაქვს კითხვა პოლიტიკასთან ახლო მყოფი პირები და შესაძლოა პოლიტიკოსებიც კი რომელთა წინააღმდეგაც თითქოს აუცილებელია შეგდებულად ხმარობ ყველა სიტყვას ესე ვწონი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმიტომ რომ ისინი სისხლის სამართლის დანაშაულში იქნებიან ეჭვმიტანილნი მომავალში ვილაპარაკო ფარცხელაძე ახსენეთ თქვენ ან სხვები ის პოლიტიკოსი არ არის მაგრამ პოლიტიკასთან ჩაუვლია იმიტომ რომ გენერალური პროკურორი იყო სხვა თუ არაფერი ფართო გაგებით პოლიტიკას ხომ არ იქნება საშიშროება იმის რომ პოლიტიკურ სამართალში მოგედაოთ ვინმე თუ თქვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყებთ ამგვარი პირების დევნას ისევ როგორც თქვენ ჩაუთვალეთ პოლიტიკურ სამართალში ანგარიშ სწორებაში და სამართლიანადაც გარკვეულ შემთხვევებში სულ მინიმუმ დღევანდელ ხელისუფლებას დევნა
ამისთვის ჩვენ თანაშრომლობთ. სამისო თუ ეს არ მოხდეს, ოპოზიციური პარტიები მემორანდუმსაც ხელი მოეწერა სანამ კორონავირუსი იფეთქებდა და გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა, რომ რეფორმას დაემკვიდრება, რომ სასამართლო ხელისუფლება და ამას რა თქმა უნდა სჭირდება გარკვეული პერიოდი. და ჩვენ ინტერესში უნდა იყოს, რომ არ დაჩეს კითხვის ნიშნები, არ არის საჭირო და არ დაგჭირდება და არ დაჭირდება პროკურატურას პირუთვნეს და მიუკერძოებელს დიდი თავსატეხი ასე ვთქვათ, ასპირალში შეძრომა და იქიდან მერე გამოძიების შედეგის დადება ფართო საზოგადოებისთვის. ხელის გულზედებს ელემენტარულად ვთქვათ, ეხლა მუხთალი რომ ტომარა თავზე ჩამოცმული მოიტაცეს ამას, ეხლა ამას თუ არ გამოიძიებ, საერთაშორისო საზოგადოებაც გაგაკრიტიკებს, ხო? მოთხოვნა იქნება. ვინ ეხლა ბუნებრივია მოუწევს ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ღებრიშვილს პირობითად. ხო პიროვნულად არ ვერჩი, მაგრამ აპატიეთ ეს ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი მინისტრობის პერიოდში შუაგულ თბილისში თაწმინდიდან ნიაღურის ქუჩიდან პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებმა ტომარა თავზდათ ჩამოაცვეს, მერე საზღვრამდე მიიყვანეს და იმ პერიოდში რა პერიოდის დაჭირდა ნიაღურის ქუჩიდან საზღვრამდე წითელხიდამდე მიიყვანა ამ ადამიანის 100 კამერა იყო, ანუ სათვალთვალო და 100-იმე თურმე არ მუშაობდა, ხო? ეხლა ბატონო ღებრიშვილმა მაპატიეთ ძალიან მალე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მე არ ვამბობ ბატონი ღებრიშვილი უნდა დააკავო. ბატონ ღებრიშვილი უნდა მოვიდეს ბატონ იაკი ტაბლიაშვილთან. ან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკეთესი იქნება, უმჯობესი იქნება. და ჩვენ თქვას რა მოხდა? ვეპატიჟეი ბატონ ღებრიშვილს ძალიან საინტერესო საკითხი. მინიმუმ ხო ის უნდა თქვას ბატონო ირაკლი რომ არ ვიყავი საქმის კურსში. მინიმუმ ხო ის უნდა თქვას. იმიტომ რომ ის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყო და ახლაც არის და ეს თემა ბატონი ბუხტარლის გატაცებისა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ჰქონდა ამ თემას და ახლაც აქვს. კეთილი. ამგვარი კითხვა. მოვდივართ ხელისუფლებაში და ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ეს, მეორე ნაბიჯი იქნება ეს. ჩვენ დავშლით პროკურატურას, ჩვენ ჩავატარებთ სასამართლო რეფორმას. ეს გეგმა აი ამ პროცესზე არსებობს, გააქვთ. დიახაც არსებობს და ამას კარგაცვია, ჯიბეში უნდა გქონდეთ ახლა. პიჯაკი, იმიტომ რომ პირდაპირ იმდენია რომ ანუ გდანში პიჯაკო დავდივარ, მაგრამ დიახაც ძირითადად გდანში ვარ, ველზე ვარ და ვერ მოვასწარი გამოსვლა მაპატიეს სხვა შემთხვევაში სხვა დროს მოვალ ხალხსტუკით. რას ვიზარეთ არ მინდა ხალხსტუკით მითხარით ესეთი გეგმა გაქვთ თუ არა? კი, განა თუ გეგმა გვაქვს გაწერილი ეს გეგმა და ამას მოვაწერეთ ჩვენ ხელი და ახლა უკვე 2 და 3 წუთში ვერ ჩავეტევით, ჩემი საზრით ამაზე იქნება ფართო მსჯელობა. რა თქმა უნდა იყოს, არის იდეა რომ პროკურატურა რამდენიმე უწყებად დაიყოს და ჩემი საზრით ესეც გამართებული იქნება, რომ არ იყოს რაღაცა თავკომბალა და ვიღაცა მომჟდარი უწყებას და ის იყოს ყველაფრის ასე თქვა და ბრძანებელი, ხო? და თავარი რაც უნდა მოხდეს და მოხდება სწორი რეფორმების გატარების შემდეგ, რომ როგორც იქნება მოვახერხოთ და სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი შედგეს, ანუ არ იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებული საკანონმდებლო და ეს გამიჯნა უნდა მოხდეს სასამართლო ხელისუფლებაზე. წინამდელ შემთხვევაში ყველა ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ საბანი მისკენ მიიქაჩოს და მრავალპარტიულობა ზოგადად არის გარანტია იმისა, რომ გადაცდომები, რომელიც მოხდა დიდწილად ამ ხელისუფლების დროს და იმ ხელისუფლების და კიდევ იმ ხელისუფლების დროს, იმის წინ ხელისუფლების დროს ვერ მოხდება, იმიტომ რომ კონტროლის მექანიზმები ძალოვან უწყებებზე არ იყო. აი ზურა ადეიშვილით უწყება თუ ჩაგრავდა მაგალითად ადამიანს და ვანო მერაბიშვილის უწყებას ან ვანო მერაბიშვილი და პირობითად მივიდა სიმართლე უნდა ითქვას, ხო? და ეტყოდა რომ აი ვანო ენაცვალე ზურამ ჩაგრავს, ხო? მოქალაქე ვარ რიგითი, ვანო ზურას ტყავს არ დახევდა და ზურა ვანოს ტყავს არ დახევდა, პირობითად ვამბობ, ხო? ამიტომ როდესაც ბალანსი არის ხელისუფლებაში უკვე და ვიცით რომ მოქალაქე იჩაგრება ირაკლის კერძოდ რომელიღაცა მინისტრი თუ იქნებით თქვენს მიერ და ის მოვა ჩემთან, ხო? ხო, მე ბუნებრივია წყალში პირს არ დავიგუბებ და უკეთეს გეტყვით. ჩემი შიშით თქვენ ვერ დაჩაგრავთ მოქალაქეს და მე თქვენი შიშით ვერ დაჩაგრავ. ამას ბალანს. ეხლა რა საკეთებს? დიახ, არც ხათეთ. ეხლა ჩასაბრებულები ვიქნებთ, კარგი ასე მუშაობს დემოკრატია. ეხლა რა საკეთებს? რას ამბობს? ახაც ატყვილებს ქართული ოცნება მოსახლეობას. აი მოვლენ ოპოზიციაში ვინც არიან და დაგიჭერენ. ან სამდუში რა საკეთებენ? თვითონ ანუ თუ
ხელისუფლების ინტერესს არ ატარებს ის მოწყვლადი ჯგუფები საზოგადოებაში, ვინც არის, ხო? ამიტომ მათ სახელი და გვარები ზოგადად სტატუსი რა არის მათი დღესაც არ ვიცი, მაგრამ ნუ არჩევნებზე რო ამოქმედებენ ხოლმე, ხო? თუ ხელისუფლების ინტერესს არ ატარებს, როცა უნდა იჭერს. როცა ისეს აპატიმრებს, როცა უნდა წამასდებენ, უდებენ ჯიბეში და სხვათა შორის ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან წარმატებით აჯილდოვებენ ასე ვთქვათ, ნარკოტიკების ჩადებით არაერთ ადამიანს თბილისში მაცხოვრებელსაც. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამაზე იქნება საუბარი. იფიქრეთ თუ არა, რომ მარცხის შემთხვევაში მე მსმენია და როცა ბოდიში და როდესაც არის ბალანსი, ამიტომ დავასრულებ ხელისუფლების შტოებს შორის, ამ სისულელეს უბრალოდ ვერ გააკეთებ და რომ გინდოდეს და ვინც გააკეთებს, ის ეს მოიტეხს. საპარლამენტი იქნება რეალურად კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლები და ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობ და პარლამენტის როლი ახლა გამოკვეთილია კონსტიტუციის. კი ბატონო და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ იცით რა იყო პრობლემა რა იყო პრობლემა ბევრი ხელისუფალის რა ამ ხელისუფლების ჩინოვნიკებს შევხედოთ სკამის ავტორიტეტით იცხოვრებს ხელისუფლებაში. ანუ შინაგასახვითა მინისტრის ავარძაზე რო იჯდა რომელიღაცა მინისტრი, იგივე ბატონო გებრიშვილი არა ვიცი ვინც არის იყო, ხო ჭიკაიცე. მაშინ იყო ავტორიტეტური და როდესაც სკამიდან ადგა, არაფერი აღარ დარჩა მისგან. არც აღარ აინტერესებს პრემიერ-მინისტრებიც, ხო ზოგადად. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თვითმყოფადი რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი იყოს პარლამენტში. და ამის ანტიპოდი არის ირაკლი არ ვიცი კი არ ვერჩი ბევრი მეგობარი მყავს. ბევრი უახლოესი მეგობარი მყავს ფეხბურთელი, მათ შორის საქართველოს ნაკრების მოთამაშეები და მათ შორის ერთდროს ბატონი ლევან კობიაშვილის მეგობრები და მათ შორის ეს ადამიანები გდანში ცხოვრობენ და დაიბადნენ, ხო? მაგათ კი არ ვერჩი, მათ სათავეების საქმე უნდა აკეთონ. მე ჩემ შესავალ ნაწილში ნიკა ვთქვი რომ იდენტობით პოლიტიკოსები უნდა იყვნენ პოლიტიკაში და ბატონი კობიაშვილი არც მე ვერჩი ხა კონკრეტულად კობიაშვილზე კი არ მინდა საუბარი, მაგრამ თუ დამარცხდება, ისევე როგორც მაგალითად ჩვენ გვახსოვს ლუკა კურტანიძე. ძალიან დიდი სპორტსმენი იყო ლუკა კურტანიძე, მაგრამ როგორც კი ის გადაწყვიტა ვიღაცამ რომ ის აღარ უნდა ყოფილიყო პარლამენტში, ის პოლიტიკიდან გავიდა და ახლა ალბათ ჭიდაობაში არ ვიცი რა საქმიანობს, მაგრამ ის ყოველ შემთხვევაში პოლიტიკაში არ არის. ბატონი კურტანიძე. ჩვენ ვიცით, უკვე ვიცით, ირაკლი. ეს ადამიანები რისთვის არიან? არ იქნებიან დამოუკიდებლების საკუთარი ასე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმა არ გადადგმაში არ იქნებიან მოჩეკათავდა, იმიტომ რომ არც ავთ პრეტენზია პოლიტიკაზე. ეხლა ამ ფეხბურთს მიხედე, მით უმეტეს, როცა მოქმედი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ, ადამიანო და ტაჟდაგი არა, ზოგადად, დიდ ბატონი ყავლაშვილი, ბატონი სოზასუბარი სხვა საერთოდ განზომილებარი, ეხლა ნუ ჩემისადმი ბატონი სუზარი და ბატონი სოზარი და ბატონი ხაბეიშვილის შორის არჩევნები რა ჩემისადმი არის აი მომავალსა და წარსულს შორის არჩევანი რა კეთილი ამაზე იმსჯელონ ხაბეიშვილმა და სუბარმა მე რამდენიმე კითხვა მაქვს რა გიფიქრიათ თუ არა და მე მსმენია ამის თაობაზე რომ დღევანდელი ხელისუფლება სულაც არ შეეგუება მარცხს იმ შემთხვევაში თუ ეს მარცხი დადგება ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, რომ ძალიან გვიყვარს და ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთესი იყოს და იქნება აუცილებლად. ძალიან ჯერა და ვიცი, რომ თქვენს გჯერათ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, ხალხი იძლევა ლეგიტიმაციას, ხალხი აუცილებლად არჩევნების შემდეგ მათ შორის, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე და ისინი საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოდიან ამ ქვეყანაში. კი, რა თქმა უნდა, ჩამოდიან. აუცილებლად ხება ვიცი ხელისუფლება უნდა მოიწვიოს და გამოიყენებს თუ არა ამაზე მუშაობთ გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება COVID-19 და შექმნილ ვითარებას აიმისოთ რომ თქვას რომ vicit რა არის ჩვენ თვითკბარი დემოკრატია ვართ ვინ უნდა გითხრას აი სიმართლე რომ მითხრას ეხლა მე ბატონმა ცერცვაძემ ბატონმა ძალიან პატივს მივხვდეთ ეხლა არ ვიცი რა ну აი რა გაუკეთეს ადამიანებს მართა სიმართლე რო თქვას ეხლა ბატონმა ცერცვაძე და ბატონმა რა ჩამოიყვანა მოუწევთ ჩემო ბატონო მოუწევთ ირაკლი აუცილებლად ჩამოვლა შეიძლება გძევადიანი მისით ვერ ჩამოვიდნენ და მოკლედ მაგრამ ჩამოვლენ და ადგილზეც ვიქნებით საკმარისი რაოდენობით ყველა ოპოზიციური პარტიების სადამკვირვებლო ასე თქვა გადამზადებული ჯგუფები მაგრამ საერთაშორისო მისიები საკმარისი რაოდენობით იქნება აბა როგორ ეკადრებათ ეხლა ძალიან ფართო გამოდიდებელი შუშებით დააკვირდებიან ამ პროცესს და ბამბაც იჭრიალებს ქართული ოცნების ბამბა იჭრიალებს და ყველა ქართული ოცნების ჩინოვნიკს ძალიან კარგად ეცოდინება შემდეგი რომ დილის 8 საათზე რუბანი გაიხსნება საარჩევნო საღამოს 8 საათზე რა შედეგები ამოვა კაცი
საშიშოს არ ეწოდინება და ორჯერ მინიმუმ დაფიქრდება, სანამ სისულელე ის ჩაიდენს. იმიტომ რომ მეორე და მესამე დღეს უკვე ხელისუფლება იქნება სხვა და ყველაფერზე მოეთხოვებათ პასუხი. ისე არ იქნება რომ კახეთის სამხედრო პოლიციის უფროსი შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში რო ჩამოდიოდა და რასაც უნდა აკეთებდა, რატო აკეთებდა იცით ამას? იმიტომ რომ ზუსტად იცოდა რომ მოეგო პირობითად ვამბობ, ვინც იყო ჩვენი კანდიდატი, ხო? სანდრა რულოვსი ზუგდიდში, არა? იცოდა რომ აი სანდრა თუ მოიგო ზუგდიდში მე რა ახლა გავაბუჩი, რასაც მე თავში წამოვარდყავ, წავალ ესე კახეთში და დავბრუნდები. ახლა როგორი სურათი იქნება ეს ყველაფერი? ეცოდინებათ რომ ასე ვეღარ იქნება მომდენო დღეს და ეს სისულელე თავში არ უნდა გაივლო. ანუ თქვენ ოპტიმისტურად ახალ განწყობილი არა, იმიტომ რომ არა მე არჩევნებში მოიგებს, არ მოიგებს. ზე კი არ ვსაუბრობ, როგორ უყურებ იცით ამ პროცესს? მე უყურებ, ანუ ამ ქვეყანას მომდენო 10 წლის განმავლობაში ექნება პერსპექტივა გავითარდეს თუ არ ექნება და დარწმუნებული რომ ექნება, ეს შანსი არ დაიკარგება და ვერც სულთანი გვეყოლება მუდმივად ჩვენ თავზე წამომждარი და არ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ასე თქვა განუხორციელებია 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩვენს რესპუბლიკაში და რეგიონში, რომელზეც თქვენ საუბრობდით, რომ მაინდა-მაინც ეს სტაბილური ვითარება ახლა არ არის. რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოაждდეს ყველაფერს და ბატონი მამაცაშვილთა შეუძლებელი არის უბრალოდ, აი არ არსებობს. არის ვითარება და არის ეტაპი, როდესაც შენ უბრალოდ ვერ მოიპოვებ გამარჯვებას. რატო? იმიტომ რომ ხარ უღრმეს უმცირესობაში. უმცირესობაში არის დღეს ხელისუფლება. შევთანხმდეთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა დღეს არის ოპოზიციურად განწყობილი. თუ კი რაიმეს ეშინია, ქართველი ხალხის ნაწილს დღეს ეშინია, რომ არ აღმოჩნდეს წაგებულის მხარის. გამარჯობათ. აი მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა, ოპოზიციურმა ლიდერებმა უნდა გამოვასხივოთ, რომ ჩვენ უკან დამხევები არ ვართ და თვალს არ დავხუჭავთ არანაირ ასე თქვა გადასტომაზე, იმიტომ რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების და არ ვიცი რაც უნდა პათეტიკურად ჩიქდეს ეს არჩევნები ეპოქალური არჩევნებია. რევოლუცია უნდა მოხდეს არჩევნებთან, ისე როგორც მოხდა რევოლუცია არჩევნებთან 2012 წელს რევოლუცია იყო, აბარა რევოლუციური არჩევნები იყო და ხელისუფლება დამეთანხმეთ თქვენ სამაჯური გიკეთიათ მათ შორის იმის გამოც რომ გედავებოდნენ გადატრიალებაში თუ არეულობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს ყოველთვის არჩევნების გზით. ხო რა თქმა უნდა და ხელისუფლებას უნდა ჩაუდოს თავში ეხა არც ისე ცოტა ნაწილ საზოგადოებისა რომ იცი რა ახლა მე ბევრი ფული მაქვს და ახლა მე არ ვიცი ბევრი დაცვის წევრი იყო სულ მე უნდა ვიყო არ ვიცი აი ჯუნგლების წესები უნდა დააწესოს რომ განამტკიცოს რომ ძლიერი იმარჯვებდეს სუსტი კტებოდეს ესე ვერ იქნება. წარმოუდგენელი არ გითხოთ მიხეილ სააკაშვილზე ეს პარტიის დამფუძნებელია პერიოდულად რეფორმების ლიდერი უკრაინაში ჩნდება ხოლმე სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით და აკეთებს განცხადებებს. მიხლა არ შემოვალ დებატში, რამდენად აქვს მას ამის უფლება სხვა ქვეყნის ჩინოვნიკს. მე მინდა გითხოთ ამგვარად, კონტრპროდუქტიული ხო არ არის პერიოდულად მაინც აი ეს მიშასეული ჩამოვალ და მე არ ჩამოსვლა. მე ისევ ჩამოვალ და არ ჩამოსვლა ფაქტია და მე ისევ არ ჩამოსვლა. ის რასაკვირველია აიმედებს ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულად ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ერთგვარად ფრუსტრირებას აკეთებს პროცესისა შესაძლოა. თქვენ გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით არის თუ არა გარკვეულ შემთხვევებში მაინც იღავით დიპლომატიური პრობლემა არ არის ეს კონტრპროდუქტიული თქვენთვის და ქვეყნისთვის. ეცეთ რა მე ვისაუბრებ მეგობრებთან პარტიაში ბატონ სააკაშვილთანაც არაერთხელ და თავადაც უსაუბრია და თავადაც არის ძალიან კაფეოდ შემდეგ აზრზე. რა თქმა უნდა არჩევნებს ვიგებთ ხელისუფლება იცვლება და ამის შემდეგ ჩამოდის ბატონი სააკაშვილი რომელსაც უბრალოდ ამ წლების განმავლობაში დემნის არ ვიცი ივანიშვილი ფარცხაძეს ხელისუფლება ხო ეს უნდა მოხდეს ასე და ასე მოხდება. სხვა უგვარაოდ გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს და ბატონმა მიხეილმა ძალიან კარგად იცის და მას მე უთქვამს, იმიტომ რომ ხელისუფლება რომელიც ახლა შავზე თეთრი ძახის, ხო, ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად მზად იქნება პროვოკაციის მოსაწყობად, რომ ახლა საზღვარს მოადგეს ბატონი მიხეილი და ამ დროს ხელისუფლება ბუნებრივია ხა ტაში შემოვაცილებს არა მაგრამ უკრაინაში არ შეუძლებია რა თქმა უნდა ამიტომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობა ჩვენ დაგვაბრალონ და საერთაშორისო ჩვენი მეგობრების ასე თქვა თვალშიც გამოგვიყვანონ ასე ვითარების ამრევებად ეს არ გამოვა ხელისუფლებას და ამ საჩუქარს არც მიხეილ სააკაშვილი გაუგეთოს ბიზნე ივანიშვილს და არც არავინ ხო მაგრამ ბუნებრივია ივანიშვილის მარცხისთანავე ეს ადამიანი დაბრუნდება ქვეყანაში და ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა მას სერიოზული შანსი ექნება
კვლავ მოიპოვოს ის პოზიციები, რომელიც ჰქონდა უბრალოდ ახალ რეალობაში ხარ. პაპატი ის პოზიციები, რომლებიც არა, ჰქონდა ელექტორალურ თვალსაზრისით ვამბობ რა, ადამიანი ხარ არის სხვა ქვეყანაში გადახიზნული და იქაც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებ. მოდიო, უშეცდომ არავინ არ ვართ რა. ახლა შეცდომ არ დაგიშვიათ, როგორ დაგიშვიათ, ხო? ბევრი. ხო, ბევრი. მეც დავიშვია შეცდომა და მიხეილ სააკაშვილს დაუშვია შეცდომები ოპოზიციაში ყოფნისას, ხელისუფლებაში ყოფნისას ჩვეულებრივ ამბავია, მაგრამ ხა ორჯერ 2-4-ია რომ ეს ბატონი რომელსაც ანგარიჟი აქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მოდერნიზება ჩათვლილი რა ხა მეგობრებთან ერთად მან მოახერხა როცა მე მის გუნდის წევრი არ ვიყავდი ახაც მიშა მოახერხა ქვეყნის მოდერნიზება და აი სტაგნაციაში მყოფი არა უკან გულსკოლში რო ვარდებოდი სულ ეს ქვეყანა ამოიყვანა იქიდან მეგობრებთან ერთად და გააქანა და ამ ბევრი წარმატების ყალდა ყო რა თქმა უნდა მე რომ ვიყოლოცნების ერთ-ერთი ლიდერი მე შესაძლოა მაშინებდეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ ნაწილობრივ მაინც მე შესაძლოა მაშინებდეს რევანში რა რევანში მოხდე აი როგორ უამრავი ადამიანი სახელობით და გვარებით ხოლმე ჩამოთვლი ვინც ნაციონალი ეს არის რას გულის ხოლმე როცა ამბობენ რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნებულია ქართულ ოცნებაშია ირაკლი ის ნაციონალური მოძრაობა და ნაწილი დეპუტატებისაც პარლამენტში ეს თემაა იმიტომ რომ დეპუტატების კანდიდატთა მნიშვნელოვანი გარკვეული ნაწილი არა მარტო ხელისუფლებაში სხვადასხვა დონეზე მუნიციპალური იქნება ეს თუ თვითმმართველობა იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი მანდარიან ვერი ამის დრო არ გვექნება ამის დრო შეუძლებელია გქონდეს ეხლა საერთოდ არ იცით რა არის პრობლემა ქართული ოცნების თავარი და ძალიან თქო ეს მინდა რომ ვთქვა 2012 წელს როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ეხლა ქონდა ფული ბევრი არ ქონდა ფულის პეტი რა ქონდა მაგრამ ფულის ვიხტა რომ ვერ იგებს არჩევნებს და დაუძახა ყველა გამოსვლით პოლიტიკოს ხო 12 წლამდე კი ბატონო 11 წლის როცა გააკეთა განცხადება მოვიდა ყველასთან ერთად არა თითქოს ყველა გააერთიანა და იმ გუნდიდან ცოტა თუ ხო და აი მან მივდივა და 2016 წელს ყველა ასე თქვათ გამოყარა ამ გუნდიდან რატო იმიტომ რომ ჯერ მე მგონია რომ კომპლექსი ჰქონდა უბრალოდ ამ განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობისას იმიტომ რომ ისინი ყველაფერზე თავს არ უქნებდნენ რომელეთი ჩამოთვალო ხო ეს ალასანიეთი დაწყებული რესპუბლიკელებით გაგრძელებული გუბაზა ბევრი ადამიანი ხო და ვინ მოიყვანა ვინ არის დღეს ხელისუფალი ვითომ ხელისუფლებაში ის ადამიანები რომლებიც ერთი წამით არ არის ოპოზიციაში დამყოფები ეხლა ირაკლი ყობახიძეს ვერასოდეს ვერ ექნება წარმატება იმიტომ რომ ის ოპოზიციაში დამყოფი არა და პოლიტიკა შედგება ორი ძირითადი მხარისგან ოპოზიცია და ხელისუფლება შენ რო ხელისუფლებაში ხვდები პირდაპირ ასაიდან დინარაძე ბატონი ყობახიძე კონკრეტული დინარაძე ხალაშვილი ეხლა მასიკაშვილი და სხვები ისინი როგორ ფიქრობთ არჩევნებში მარცხის შემთხვევაში დაკიდებენ საკუთარ ხელთათმანებს გულსმანზე თუ შერჩებიან ისინი პოლიტიკას მე მგონია ხო და უპასუხებ დავიმახსოვრეთ თქვენი კითხვა და ჩვენ ხარეს რა ხდება ხა 7 წელიწადია ხო მე 2014 წელს მოვიდა ჩემი ნარმანეს არჩევნები როდესაც იყო ანუ მაშინაც არ ვთვლიდი უპასუხებლად თავს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანად რა მაგრამ ნუ იმის შემდეგ ვარ ძალიან აქტიურად ხო და რა განვიცადე რა უსამართლობა არ ვნახე, რა შეცდომა არ დამიშვია და ეს პოლიტიკური კაპიტალი დამიგროვდა, არ დაგიმოვთ. ეხლა 2014 წლის ნიკამელია და 2020 წლის ნიკამელია და 2014 წლის სხვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და 2020 წლის ერთიგივე არ არის და ამ 7-8 წლის განმავლობაში ძალიან დიდი სოდრა დაგიმოვდა. ჩვენ ოპოზიცია და ხელისუფლებაში როცა მოვიდა, კი არ დაბრუნდებით, ირაკლი დაბრუნება ნიშნავს იმათთან ერთად რომ დაბრუნდები, ვინც არ უნდა დაბრუნდეს და ნაწილი მათგანი რომ ასე თქვა უბრალოდ ფლუგერია ხო ვის იმოჭოს იმისკენ არის გამარჯობა მე ძალიან დიდი სრული აქვს მეგობრებთან ერთად ბევრ ახალგაზრდასთან ერთად მოვიდეთ ხელისუფლებაში და ზურგის ქარის ფუნქცია შევასრულო ბევრი ახალგაზრდისთვის ხო და აი ეს კითხვა რომ მე დავემახსოვრებოდი მე მგონი მეც დამავიწყდა მე მაგ ესეთი კითხვა დამავიწყდა მართლა ოღონდ ხელთათმანებს დაკიდებს თუ არა ვინმე მეთქი ბოდის ვიხდით და ბატონი ახალაში მე მგონია რომ ძალიან გაუჭირდებათ დიდი რამ იქნება დამოკიდებული ბევრი რამ უბრალოდ როგორ ჩაატარებენ ესენი არჩევნებს. ამის და მიხედვით უფრო გამიადვილდებოდა კითხვაზე პასუხისგაცემა. თუ მათ უბრალოდ დემოკრატიული არჩევნები არ ჩაატარეს, ნუ ძალიან თავს არ გავიდნენ, არ გადაამლაშეს, გაუჭირდებათ ამ დროს. პირდაპირ გეუბნები პარლამენტში
სასადილოში შეიძლება ბუფეტში ვერ შემოვიდეს ბატონი მდინარაძე და ეს ციციბრო და ეს კატლეტი ვერ აიღოს, იმიტომ რომ იქნება მორალურად განადგურებული ადამიანი, იმიტომ რომ მან თუ იქ არ მოვა, სახში დაждდება, დატოვებს მანდატს და წავა. ასე მგონია, იმიტომ ვიცნობ ამ ადამიანებს, ოპოზიციაში ვარ და რომ ხედავ და რომ ვტები წელში მოკაკულები არიან, არ არიან ხებში გახსნა და იმიტომ არ არიან მართლები. რატო ვართ ძლიერები ახლა ოპოზიციაში? მართლები ვართ. ისტორიის სწორ მხარეზე დგავართ და ამ ქვეყანას ვემსახურებით ხალხო და ხალხის ხარდაჭერას პრაქტიკულად. ჩვენ არჩევნებამდე ცხადი ერთმანეთს შევხვდებით ან ეთერში ან ეთერს მიღმა. თუ ხელისუფლებაში მოდის ოპოზიცია, პირდებით თუ არა და ბარემ ხელი ჩამომართვით. გდანის ამორჩეველი არ ხართ. არა ვარ გდანის ამორჩეველი, პირდებით თუ არა რომ თუ ხელისუფლებაში მოხვალთ პარლამენტის წევრად ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში თქვენს არ დაემსგავსებით ამ ხელისუფლებას რომელიც ოპოზიციურ ესე დავარქვათ კრიტიკულ მედიაში არავითარ შემთხვევაში სწორედ ეს არის კაპიტალი ან ამ პარტიას რომელსაც მე წამოვადგენ დაუგროვა დიდი გამოცდილება ხელისუფლებაში მე ოპოზიციაში ვარ და ვიცით რა არ ვაკეთოთ მივარტყით ეს ცხვირი კედელს ხო შეცდომებზე და შეუძლებელია ამას არ ვიკადრებთ გამორიცხული არის რა აღვჟის ეხა რა ენერგიასაც და რა დროსაც მე ვხარჯავ მეგობრებთან ერთად და მეგობრები ჩემთან ერთად ქართულ პოლიტიკაში ჩვენ თავს რო კერძოდ მივხედოთ ხო რაღაცას მოვახერხებთ უბრალოდ არანაირად არ მიგრეს მე ხელის ხო დავინახე ნაციონალურ მოძრაობა ბევრი მაგარი საქმე სად გააკეთა მე ხო დავინახე რა გააკეთა ცუდი რასაც დაუშვა შეცდომა დღემდე ვერ ვაპატიებ ეს გამორიცხული ამბავია გირგლიანის ტრაგედია რომ მოხდა ადექი და გადადექი შენოჯახის შენებულო და წადი სახში და ეს იქნებოდა სწორი წადი სახში ხო წადი სახში მოიხადე ბოდიში მოხდა ტრაგედია მაგრამ არა რას ლაპარაკობთ და ვიღაცებს დღესაც უჭერს ამ შეცდომის აღიარება და ქართულ ოცნებას არც პლუსი აქვს და თავიდან ბოლომდე არის დამრჩა ხელი აი ამ ამბავში გაჭირდი კი ბატონო მორევში ჩავარდა ნიკა მელია იყო ჩემი ღევანდელი სტუმარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იმას მადლობას ვუხდი ვიდე დაგებშნოებოდეთ გეტყვით რომ საარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტია